ბათუმობა 2013 იწყება. ქალაქის ხელმძღვანელობა ცდილობს ზეიმს ტრადიციული ხასიათი მისცეს. ბათუმობის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. ქალაქში დღეს რამდენიმე ძეგლი გაიხსნება. ნიკო ფიროსმანის სკულპტურა ფიროსმანის ქუჩაზე განთავსდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გმირულად დაღუპული მფრინავი ქალის ფადიკო გოგიტიძის ბიუსტი კი ბათუმის აეროპორტთან დაიდგა. ქართველი პუბლიცისტის, ექიმის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ვოლსკის მემორიალური დაფა კი იმ სახლზე განთავსდა, სადაც იგი ბათუმში მოღვაწეობის პერიოდში ცხოვრობდა. ბათუმობა პირველად 1971 წელს იზეიმეს, შემდეგ კი 90-იან წლებში. ტრადიცია რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ შარშან აღდგა. ბათუმს 7 ქვეყნის დამეგობრებული ქალაქის დელეგაციაც ესტუმრება. ღონისძიების ორგანიზატორები სიურპრიზებსაც გეგმავენ. დღეს საღამოს 20-სა და 30 წუთზე გაიხსნება ბიბლიოთეკის სკვერში საჩუქარი ბათუმს, ასე ვიწოდოთ, რომელიც ვალერი მოქერიამ გადმოსცა საჩუქარ ბათუმს. დღეს 12-ზე დაიწყება წიგნის ფესტივალი, წიგნების გამოფენა გაყიდვა, რომელიც ასევე 3 დღეს გასტანს ბიბლიოთეკის შენობაში.